თარგმანებაი მათეს სახარებისაი თავიოა. სიტყვა იესე, ხოლო ფარისეველთა რაიესმა ვითარმედ დაუყო პირი სადუკეველთა მათ შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმა და გამოსცდიდა მას, მოძღვარ, რომელი მცნებაი უფრო ისარს სჯულსა შინა, 22, 34, 36. კვალა დაკაცა გვითხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათვის თანაედვა შეკდიმებაი. არამედ იგინი უფრო ისად გამოსცდიანვე. ვინაიდან სადუკეველნი მოუხდეს გამოცდად და სირცხვილეული ქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადო და სწავლად, არამედ რაითა განსაცდელი დაურწყონ. ამისთვის წარმოდგა რეცა სჯულის მეცნიერი და ეტყვის, რომელი მცნებაი უფრო ისარსო. რამე თუ ვინაიდან ესე იყო პირველი მცნებაი, თუ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ამისთვის ესე სიტყვაი წინა უყვეს, ნუ უკვე სხვაი რაიმე თქვას და თავისათვის ისა მიმართ მიიზიდოს პატივი და ესრეთ პოვონ მათ სიტყვაი მისა მიმართ. ხოლო ქრისტეს ენება ჩვენებად მათ და ვითარმედ ამისთვის ხელყოფენ სიტყვათა მათ გამოცდისათა, რამე თუ არა აქვს ყოველდღე სიყვარული, არამედ სავსე არიან შურითა. მიუგო და ხრქვა მათდე. წახარებაი, შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არის დიდი და პირველი მცნებაი. და მეორე მსგავსი ამისი, შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავითვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაისწარმეტყველნი გამოკიდებულ არიან 22, 37, 40. თარგმანი, ვითარცა ზემოჰკითხეს სადუკეველთა სახე აღდგომისაი და თავად მან უმეტესიცე კითხვისა მათისაი განუმარტა, ეგრეთვე აქახო. ჰკითხეს, თუ რომელი არის პირველი მცნებაი და თავად მან მეორეცა აუწყა, არაითა ნაკრულევანი პირველისა, რამე თუ რაღაცა თუ რიცხვითა მეორე არის, არამედ მსგავსივე არის პირველისაი, ამისთვის, რამე თუ გზაი არის მისა მიმართ აღმყვანებელი და მის მიერ აქვს ამასცა სიმტკიცე. ესე რაი მიუთხრა აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყვარულისაგან. რამე თუ სიყვარულსა არ აშუონ, 1 კორინთელთა მიმართ 13:4 არცა იგონებ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაიდან სავსე იყვნენ შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნენ სიყვარულისაგან. ხოლო რაისათვის მათე იტყვის ვითარმედ, გამოსცდიდა მას, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყვის, იხილა იესო, რამე თუ გონიერად მიუგო და ხრქვა მას, არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა. მარკოზი 12:34. არა თუ ურთიერთას წინა აუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ. არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამე თუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინა უყო პირველად სიტყვაი იგი, ხოლო ვინაიდან ესმა სიტყვაი ჭეშმარიტებისაი და შეიკდიმა და სარგებელეყო, ამისთვის აქო იგი უფალმა. რამე თუ არა პირველ აქო, არამედ ოდეს იგი თქვა ვითარმედ, სიყვარული ღმრთისაი და სიყვარული მოყუსისაი უფრო ის არის ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა. მარკოზი 12:33 მაშინ რქვა უფალმან, არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა, რამე თუ თქვ სიტყვაი ჭეშმარიტი და გზა ისათნოებისაი იცა. და ეგრეცა არავე სრული ქება იმისცა მას, არამედ უჩვენა, ვითარმედ ნაკრულევან არს. რამე თუ რომელი გირქვა, თუ არა შორს ხარ უჩვენა, ვითარმედ არა მახლობელ არს, არამედ აქვს ნაკრულევანებაი და უხმს მისი ძიებაი. ხოლო რომელი გითქვა, თუ ერთ არს ღმერთი და არავინ არს მისა გარეშე სხვაი, მარკოზი 12:32 და აქო სიტყვაი მისი უფალმან, ნუ გიკვირს ესე, არამედ გულისხმა ჰყავ. ვითარმედ მარადის გული სიტყვათა ებრ მკითხველთა ისა მისცემდა ქრისტე პასუხსა.
რა ისათვის უკუეაც აქო კაცი იგი, რომელმან თქვა ვითარმეთ, გარეშე მამისა არავინ არ სხვა ღმერთი. ესე ამისთვის, ვინაიდან არა იყო ჟამი ჯერეთ გამოცხადებად ღმრთებისათვის ისა, დაუტევა იგითვისავე გულის სიტყვასა ზედა და აქო მეცნიერებისათვის ძვირისა მის შჯულისა, რაითა ჟამსათვისა ისწავლოს მან ახალიცა. რამე თუ ესეცა საცნაურ არს ვითარმეთ სიტყვა ესე, თუ ერთ არს ღმერთი და არავინ არს მისა გარეშე სხვა ღმერთი, შეადარე მეორე შჯული 6:4 ძველსა შჯულსა შინა და ყოველსავე წერილსა არა შეურაცხებად ცისა თქმულ არს. რამე თუ სწორ არს იგი მამისა ძალითა მით და ბუნებით ღმრთებისაითა, არამედ წინააღმდგომად კერპთა თქმულ არს. ამისთვის ესეცა ამის პირისათვის საქებელყო, ხოლო თავისათვის ისათვის ისმინეთ, ვით არის სიტყვა იწინაოყო ამას ჟამსა, ვით არცა იტყვის მახარებელი. წახარებაი, შეკრებულ რა იყვნენ ფარისეველნი იგი ჰკითხა მათ იესო და hrქვა, ვით არ ჰგონებთ თქვენ ქრისტეისთვის, ვისი ძე არს? ხოლო მათ hrქვეს, დავით ისი. hrქვა მათ იესო, ვით არ უკვე დავით სულითა ხადის მას უფლად და იტყვის, hrქვა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენი ქვეშე ფერხთა შენთა, 4 უკვე თუ დავით უფლად ხადის მას, ვით არ ძე მისი არს, 22, 41, 45. თარგმანი, იხილებ თუ რაოდენთა სასწაულთა, რაოდენთა საკვირველებათა, რაოდენთა სწავლათა შემდგომად გამოაცხადა სიტყვა ესე, რაითა ვერ უძლონ თქმათ, თუ წინააღმდგომ შჯულისა არს და ცუდად ჰყოფს თავსათვისა სწორ ღმრთისა. ამისთვის პირველიდან ესე სიტყვა დაიდუმა. დააც, შემდგომად დიდთა მათ და მრავალთა სასწაულთა ჰკითხა სიტყვა ესე, რაითა აღიარონ მათ თვისითა პირითა, ვითარმეთ ღმერთი არს, თანასწორი მამისაი. პირველად უკვე მოწაფეთა ჰკითხა ვითარმეთ, რასა იტყვიან კაცნი ჩემთვის, მათე 16:13, ანუ თქვენ ვინ მგონიე მე, მათე 16:15, რამე თუ კეთილ და შვენიერ იყვნეს გონებანი მათნი და არა დაბნელებულ არმურითა მithვნებათაითა. ამისთვის წაპირე ქნა ყოველთა ნეტარი პეტრე და hrქვა, შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი. მათე 16:16. ხოლო ხურიათა მიმართ უკეთურთა არა ესრეთყო, რამე თუ იცოდა მგმობარი იგი გონებაი მათი, არამედაც, ოდეს იგი მივიდოდავნებად, შემოიღო სიტყვა ესე და წინა ის წარმეტყველი შორის წარმოადგინა, რომელი იგი უფლით ხადის მას და ხმამაღლად ქადაგებს. პირველად უკვე მათ ჰკითხა და ვინაიდან ჭეშმარიტი არა იმიუგეს, არამედ თქვეს კაცად ლიტონად, განხმართებს ცდომილსა მას გულის სიტყვასა მათსა. ამისთვის დავითს მოიყვანებს მქადაგებელად ღმრთებისა მისისა და უფლებისა და ვითარმეთ ძე არს თანასწორი და თანამოსაყდრე მამისაი, და ესეცა შესწინა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენი ქვეშე ფერხთა შენთაო, რაითა გულისხმა ყონბადრუქთა მათ და შეშინდნენ. ხოლო რაითა ვერ თქვან, თუ კაცობრივ რაიმე არ სიტყვა იგი ამისთვის ჰკითხა რაი, თუ ვით არ გგონიეს თქვენ ქრისტეისთვის ვისი ძე არს და მათ hrქვეს, დავით ისი კვალად კითხვის სახედვე hrქვა, ვით არ უკვე დავით სულითა ხადის მას უფლით. რაითა ყოვლით კერძო სიტკბოებით და სიმშვიდით იყო სიტყვა იმისი. წახარებაი, ვით არ უკვე დავით სულითა ხადის მას უფლით და იტყვის, hrქვა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენი ქვეშე ფერხთა შენთა. უკვე თუ დავით უფლით ხადის მას, ვით არ ძე მისი არს, 22, 43, 45. თარგმანი, არა თუ ხორციელად ძეობაი დავითისი უარყო. ნუ იყოფინ. არამედ მათსა მას იჭუსა განხმართებს, რამე თუ იგინი იტყოდეს, ვითარმეთ, ძე ოდენ არს მისი და არა უფალი.
ამისთვის რქვა რაი თუ ვითარზე მისი არს, ეგრეთ იტყვის ვითარმედ, არა ესრეთ არსზე მისი ვითარ თქვენი თქვით, არამედ უფალი არს მისი ღმრთებითა, ხოლო წესითა მითგან კაცებისაითა ძე არს მისი. რამე თუ მისისა მის ტომისაგან გამოჩნდა სახიერი იგი უფალი. აც უკვე ესე წესი საცნაურიყავ განგებისა მისისაი, რაითაოდეს სიტყვას რასმე სიმდაბლისასა იტყოდის, არავინ დაბრკოლდებოდის, რამე თუ მრავალნი არიან მიზეზნი ესე ვითართა სიტყვათანი, და უფრო ისად უძლურება იგი მსმენელთაი. ეგრეთვე აც აქა აღასრულა. გულისხმაყა უკვე ვითართვისა ჟამსა შემოიღო სიტყვაი ესე. ოდეს მწიგნობარმან მან თქვა ვითარმედ, ერთ არს უფალი, მაშინ წინა ის წარმეტყველი მოიყვანა მოწამედ, ვითარმედ, ძეცა უფალი არს, სწორი მამისაი და მამასა ქადაგებს შურის მეძიებელად წინააღმდგომთა მათ. ამისთვის იტყვის ვიდრემდის დავსხნო მტერნი შენი ქვეშე ფერხთა შენთა, რაითა გამოაჩინოს ფრიადი იგი ერთობაი და პატივისა სწორება იმამისა და ძისაი, რამე თუ ესე სულითა წმიდითა ეუწყა დავითს. აც უკვე ესე ხო უფალმა ნახსასრულად მათთა მიმართ სიტყვისა, მაღალი და ჭეშმარიტი და შემძლებელი პირთა მათთა დაყოფად. რამე თუ მიერითგან დადუმნეს არა თუ ნეფსით, არამედ რომელიგი არა ჰქონდა სიტყვაი. სახარებაი და ვერღარავინ უძლო მას სიტყვის მიგებად, არც აღა იკადრა ვინ მიერ დღითგან კითხვად მისა არარაი 22:46. თარგმანი ესრეთ იწყნას მციკულევანი იგი გულნი მათნი და დაეყვნას მგმობარნი იგი პირნი მათნი. ხოლო ესე საქმე დიდად სარგებელეყო ერს ამას. ამისთვის ვინაიდან მგელნი იგი განიოდნა, რომელთა არა ინებეს სარგებელი, მერმეერისა მის მიმართ მიაქცია უფალმა სიტყვაითვისი. ხოლო რაისათვის არა ინებეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ესე ვითართა მათ ღმრთივ შვენიერთა სწავლათაგან სარგებელი. ამ პარტავანებისაგან და ცუდად მზუაუბრობისა მათისა, რამე თუ ბოროტი არს ვნებაი ესე და მრავალთავი და ყოველსავე საქმესა შინა შეერთვის. ამის გამო რომელთა მე წინა მძღვრობისათვის სურის, რომელთა მე ძლიერებისათვის ხორციელისა, სხვათა სიმრავლისათვის საფასეთაისა. და არა ესეოდენ, არამედ სათნოებათაცა შეერთვის ესე ვნებაი და რომელნიმე მოწყალებასა და ქველის საქმესა იქმან მზუაუბრობისათვის, სხვანი მარხვასა და ლოცვასა აღასრულებენ და ყოვლით კერძო მრავალთავ ასხენ ამას მხეთსა. სწავლაიოა ზუაობისათვის და მაჩვენებლობისათვის. მოედით უკვე, მცირედ ვთქვათ მათ და მიმართ, რომელნი მიდრეკილა არიან შედგომად ამის ვნებისა. გარნა რომელთა მე მიმართ ყო სიტყვაი ჩემი. რომელნი საფასეთაზე და ზუაობენ, ანუ რომელნი სამოსელთა გინა მთავრობათა, გინა თუ მოძღვრებათა, ანუ ძლიერებათა, ანუ თავხედობათა, ანუ რომელნი იგი შემდგომად სიკვდილისა ზუაობენ. რამე თუ ესოდენ მრავალფერ არს ვნებაი ესე ვიდრეღა ამასცა იქმს. ამისთვის მრავალგზის მესმის ვითარმედ იგი ვინმე მოკუდა და ესე რაიმე, ანუ იგი რაიმე განაწესა, რაითა საქებელ და სახელოვან იქმნას. რომელთა მე მიმართ უკვე უყო სიტყვაი. რამე თუ არა კმა არს ერთი სიტყვაი ყოველთა მიმართ. გარნა მათ და მიმართ მივაქციო სიტყვაი, რომელნი ქველის საქმესაზე და ანუ მარხვასა, ანუ ლოცვასა ზუაობენ, რამე თუ უფრო ის ყოველთასა ესენი ცრემლთა ღირს არიან, რომელ შრომასა თავს იდებენ და სასყიდელსა წარიწყმედენ. გულისხმა ჰყავ, კაცო, ვითარმედ დიდებასა მას ღმრთისა მიერსა რაოდენცა ეძიებდე, უმეტესად შეგიყვარებს ღმერთი და მოგანიჭებს, ხოლო კაცთა მიერსა რაოდენცა ეძიებდე, ღმრთისაცა საძულელი იქნები და კაცთაცა. რაისათვის უკვე იქ მვაჭრობასა ამას ხენეშსა, რომელ ღმერთსა მოუპრიეს მარჯვენე მოცემად სასყიდელთა გამოუთქმელთა,
და შენ გარე მიაქცევ მას და კაცთაგან ეძიებ სასყიდელსა, რომელნი ყოვლადვე არას მიქცემენ. არა გესმისა სიტყვაი უფლისაი, ვით არ იტყვის ვით არ მეტ. ყოველივე, რომელიცა ვინ კაცთა საჩვენებელად ქმნას, წარუწყმედია სასყიდელისთვის. ერთი რამე თუ ყოველსავეზე და საქმესა ზუაობაი ბოროტ არს, ხოლო უფროის ყოვლისა ქველის საქმესა ზედა. ვით არ უკვე ვიხსნეთ თავნი ჩვენი ამის ბოროტისავნებისაგან. უკვე თუ მოვიგოთ გულისხმის ყოფა ივცნათ, თუ ვინაი ვეძიებდეთ დიდებასა. მითხარღას საყვარელო, ვინ არს მოძღვარი და შჩულისმდებელი ქველის საქმისაი და სხვათა მათ სათნოებათაი. საცნაურ არს ვით არ მეტ ღმერთი, რომელმან წესი ესე დაგვიდვა და ყოველივე უცდომელად უწყის. ხოლო შენ უკვე თუ ასპარესსა ისწავლიდე, ანუ რკინობასა, ანუ ფილოსოფოსობასა, ვისაც ადიერ ხარ ჩვენებად ხელმარჯვეობისა და გონიერებისა და სიმხნისა შენისა. მასწავლელსა მას შენსა, ანუ ღვინის მოფარდულთა და მხლის მსყიდელთა და მეთევზურთა, რომელთაგან არც ერთი გაქვს სარგებელი. მე ვგონებ, თუ მრავალთა მათ და უსწავლელთა ერთა არც ერთი გაქონდეს სრუნვაი, არამედ მისა ხოლო ხედვიდი, რომელი იგი უფალ არ საქმისა მის შენისა. ვით არ უკვე არა დიდი ბოროტი არს და უგუნურებაი, რომელ სხვათა ხელოვნებათა შინა ყოვლითავე მოძღვრისა მიმართ და განგებელისა გიპყრიან თვალნი, ხოლო აქა არა ესრეთ იქმ, არამედ დაუტევ ღმერთსა და ეჩვენები კაცთა ამაოთა. არა უწყია, რამე თუ ქველის საქმითა ღმერთსა მიემსგავსები. აც უკვე მიემსგავსე მას და ფარვითაცა ქველის საქმისაითა, რამე თუ თავადიცა, ყურნებდა რა იუძლურთა, ამცნებდა არავისად ხრობად. რაი სარგებელ გეყოფის ქებისაგან კაცთა ისა. არა რაი ყოვლადვე. უფრო ისხასღვევა იფრიადი არს, რამე თუ იგინიმებ, რომელთა ეჩვენები ავაზაკ იქნებიან და განჰკრახენ საუნჯეთა სასყიდლისა შენისათა, რომელნი დაუნჯებულ არიან ცათაშინა. და რად მათ ვიტყვი? უფრო ისხავ თქვა, თუ ჩვენ თავით იავარყოფთ და განვაბნევთ საუნჯეთა ჩვენთა, რომელნი მოცემად იყვნენ ცათაშინა. ჰოი უცხოი ესე განსაცდელი. სადა იგი მღილმან და მჭამელმან ვერავნის, არც მპარავთაც არ იპარიან, ცუდად მზუაუბრობა იმიერ წარმოიპარავს. ესე არს მღილი მათ საუნჯეთაი, ესე არს მპარავი სიმდიდრისა მის სულიერისაი, ესე ყოველსა სათნოებასა ჩვენსა განხრყუნის და უჩინო ჰყოფს. რამე თუ იხილა რაი ეშმაკმან, ვით არ მეტ საუნჯე იგი ჩვენი მიუახლებელ არს ავაზაკთაგან და მღილთა და სხვისა ყოვლისავე სავნებელისაგან, მოიპოვა ღონე ესე ზუაობისა მიერ წარპარვად ყოვლისავე ნაქონებისა ჩვენისა. რაისათვის სურვილ ხარ, ჰოი კაცო, დიდებისათვის კაცობრივისა და ქებისა. არა კმა არსა შენ და ღმრთისა მიერ იგი საუკუნოი დიდებაი. არა უწყია, რამე თუ ქველის საქმესა ფარულად ჯერ არ სახსრულებაი. შევეც საუნჯესა შენსა და დახაშ კარი შენი, თქვა უფალმან და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად და მამაი შენი რომელი ხედავს და ფარულთა მოგაგოს შენ ცხადად. მათე 6:6 და კვალად იტყვის, რა ჟამს ყოფდე ქველის საქმესა, ნუ სნობ მარცხენე შენი, რასა იქ მოდის მარჯვენე შენი. რაითა იყოს ქველის საქმე იგი შენი ფარულად და მამამან შენმან რომელი ხედავს და ფარულთა მოგაგოს შენ ცხადად. მათე 6:3-4 უკვე თუ მცნებასა უფლისასა აღასრულებ, ესრეთ აღასრულე, ვით არცა მან ბრძანა, უკვე თუ არა ცუდ არს შრომაი შენი. ამისთვის კვალადსა გეტყვი, იქ მოდი რაი ქველის საქმესა, დახაშ კარი შენი და მან ხოლო უწყოდენ, რომელსა მისცემდე. უკვე თუ შესაძლებელ არს, ნუ ცამცა იგის ცნობს, რაითა არა განიქიქოს საიდუმლოი შენი და მაშინ ღმერთმან ქადაგოს სათნოებაი შენი.
ხოლო კაცობრიwსა თუ ქებასა ეძიებდეს, სასყიდელიცა დაგჭირდეს შრომათა შენთაი და კაცთაცა მაჩვენებელ და ამპარტავან გიწოდონ. რაც უკვე ყოველივე დაუტეოთ კაცობრივი გულის სიტყვაი და სატყმრთო ისა მის დიდებისათვის სურვიელ ვიქმნეთ, რაითა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარეებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი თანამამით და სულით წმინდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.